გამარჯობათ. მინდა მიმართო ემიგრანტებს. ნუ თუ არ გაწუხებთ, რაც საქართველოში ხდება. ნუ თუ არ გაწუხებთ, რა მიმართულებას ირჩევს საქართველოს მთავრობა. ნუ თუ არაფერს არ აქვს თქვენთვის მნიშვნელობა და უკვე კარგად ხართ. ცოტა სისხლი უნდა ადუღდეს ადამიანში. დარწმუნებული იყავით, ვერც ესპანელი გახდებით, ვერც ფრანგი გახდებით და ვერც ამერიკელი. მაგრამ ნათქვამია რა, ამ შემთხვევაში ქართველობასაც დაკარგავთ და ნუ დაკარგავთ ქართველობას. იფიქრეთ თქვენ შვილებზე, იფიქრეთ მომავალზე და დაუდეხით საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს გვერდით. მიმართავ ჯარისკაცებს, არა მოქმედ ჯარისკაცებს. თქვენ ფიცი დადეთ ქვეყნის და ერის წინაშე, თქვენ, მეც, ჩვენ. გააკეთეთ გასაკეთებელი, დაუდეხით ქვეყანას გვერდით. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებელი ვიქნებით თითოეული ჩვენგანი ქვეყნის და ერის წინაშე. რატო გჯობნის ბოტები და რამიშვილის კანტორა? როდემდე უნდა აჯობოს, როდემდე უნდა იყოს ჩუმად ხალხი. გამოფხიზდით, გაიღვიძეთ ხალხო. არ უნდა დამთავრდეს ეს 30 წლიანი ტყუილი, რაც ქვეყანაში არის. ოპოზიცია პოზიციანად, ყველამ უნდა იცოდეს, ვინც არ შეასრულებს საქართველოს მოსახლეობის ნება სურვილს, პასუხისმგებელი იქნება სასამართლოსთან, სამართლიან სასამართლოსთან, ქვეყანასთან და ერთან და რა თქმა უნდა უფალთან. ეს იცოდეს ყველამ. და მოვა დრო და ამაზე ყველა აგებს პასუხს, ვინც რა ნაბიჯს მოღალატეობრივ ნაბიჯს გადადგამს ყოველთვის. აი ამაზე. გამოფხიზდით და ჩაერიეთ იმ ჩასარევ საქმეში, რაც მოსახლეობას ეხება. სხვანაირად არ გამოვა არაფერი. იქ დგას ახალგაზრდები, სტუდენტები. თქვენ რომ აქ ახართ მშობლებო, დედებო, დავიჯერო ქართულის დედა აღარ არსებობს საქართველოში? ჯერა რომ არსებობს 9 ძმაც და თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ ღიმილის ბიჭებივით. უნდა მივიტანოთ ჩვენი მისატანი, იქ სადაც საჭირო და შევასრულოთ ჩვენი მისია. არა ვარ, ჩვენ საქართველო ვართ, ჩვენ ქართველები ვართ. არ გადაშენებულა საქართველო და არც უნდა მივიცეთ ვინმეს გადაშენების უფლება. 3 მილიონზე ემიგრანტი ვართ. ბევრი სურვილი იყო საქართველო ქართველების გარეშე. უნდათ კიდევ ასრულებს ეს მთავრობა კონკრეტულად. მაგრამ დროა დამთავრების დასრულების. იგრძნოთ უნდა გულში რა არის. უნდა იგრძნოთ ქართველობა, სხვანაირად არ იქნება. გამოფხიზდით და ცოტა გავიღვიძოთ რა ხალხო.